მეგობრებო, გაშლა იქნება ასეთი თემის ახლა. არანაირ ჰეშტეგს არაფერს არ დავურთავ ამ კონკრეტულად ამ გაშლას. იქნება ჰეშტეგის გარეშე და ვისაც ამოგივარდებათ და წააწყდებით ინფორმაცია იქნება თქვენთვის. არ იქნება ამჯერად იდენტიფიკაცია ამის გამო სწორედ, იმიტომ რომ ვისაც ამოგივარდებათ, ესე იგი ეს ინფორმაცია იქნება თქვენთვის მაღალი ძალებისგან. ამიტომ იდენტიფიკაციას ამჯერად არ დავიწყებ, უყურეთ ბოლომდე და ლაიკები თქვენი ენერგოცვლისთვის, თქვენი კომენტარები, თქვენი გაზიარებები არ დაგეზაროთ, ძალიან მნიშვნელოვანია ეს, როგორც თქვენთვის, ასევე ჩემთვის ენერგოცვლის განხორციელება შეგახსენებთ. თუ გამოწერილი არ გაქვთ ჩემი გვერდი, შეგიძლიათ გამოიწეროთ ჩემი გვერდი TikTok-ზეც, YouTube-ზეც, YouTube-ის ლინკიც არის ქუჩში და პირადი გაშლებისთვის მომწეროთ პირადში. რას გვეტყვიან მაღალი ძალები, რა უნდა იცოდეთ? რის მიმართ უნდა იყოთ ფრთხილად, არ ვიცი, შეიძლება რამე გაფრთხილება იყოს, საით უნდა მიმართოთ თქვენი ენერგეტიკა, მოკეთ რასაც გვაჩვენებს კარტი, გეტყვით ახლა ყველაფერს. იდენტიფიკაციას არ ვაპირებ, პირდაპირ ვიწყებ. საით უნდა მიმართოთ თქვენი ყურადღება, რას გვეტყვის ახლა მაღალი ძალები. იმპერატრიცა ამოდის, სამიან ჟეზლი ამოდის და 6-იან პენტაკლი. ესე იგი, ყურადღება უნდა მიმართოთ იქითკენ, რომ წარმოჩენილი გაშლა არის ორივე სქესისთვის შეგახსენებთ, იმპერატრიცები მხოლოდ მანილოსნები არ არიან, ამჯერად იმპერატრიცა მამაკაცებმა თქვენ თავზე მოერგეთ, როგორც ძალიან ესეთი ღირებული ადამიანი, ღირებული მამაკაცი. თქვენ ხართ მოკლედ ქალბატონებზე ვიტყვი, მამაკაცებმა თქვენ თავზე მოიგეთ, თქვენ ხართ ძალიან იმპერატრიცულ ენერგიებში, უნდა მიმართოთ თქვენი თავი პირველ რიგში იქითკენ, რომ ჩადოთ თქვენი ენერგეტიკა, არ დაგეზაროთ თქვენი სულიერი სიმშვიდისთვის, თქვენი ნახეთ იმპერატრიცას ამ კალოდაზე აქვს კამერა არ ყენდება. ესეთი ვარსკვლავების გვირგვინი, ანუ ძალიან ღვთისგან დალოცვილია. თუ ვინმეს რომელიმეს გაქვთ ესეთი მომენტი, რომ შვილები გინდათ იყოლიოთ, იმიტომ რომ კონკრეტულად ამ კალოდაზე ფეხმძიმეთ არის იმპერატრიცა, მიმართეთ თქვენი ენერგეტიკა იქეთკენ, არ ვიცი, ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ ყავდეთ შვილი, შვილები, მაქსიმალურად ჩადეთ, ეს იქნება სამედიცინო, არ ვიცი, აღარ დავიწყებ და კონკრეტებას ექიმთან მისვლით თუ ნებისმიერი მომენტი თქვენი ოცნებისკენ, თქვენი იმპერატრიცული დედობის გახდომისკენ იზრუნეთ. მამაკაცებს გეტყვით, რომ თუ ასეთი ქალი გყავთ, ვინც ძალიან გიყვართ და იმპერატრიცაა თქვენთვის, მიმართეთ მისკენ ყურადღება, სითბო, სიყვარულის, ერთგულების შეგრძნება, მისი გვერდზე ყოფნის ჩვენებება, მისთვის ჩვენებება, რომ ჩვენება ალბათ სწორია, უკეთესია უფრო, რომ მისი მყარი კედელი ხართ, რომ მისთვის ყველაფერს გააკეთებთ და იქნება ეს ქალი მაქსიმალურად ბედნიერი თქვენ გვერდზე და ყველაფერს იზამთ ამისთვის, ლოდინის რეჟიმში ნუ ხართ, გაჩვენებენ, რომ ლოდინის რეჟიმში ხართ და შესაძლებელია რაღაცა ფინანსებს ელოდებით, ან ვინმეს დახმარებას ელოდებით ფინანსური მხრივ, რაღაც ნაწილისთვის იქნება თუ ამ ყველაფერს ელოდებით და ამ მოლოდინის რეჟიმს მიჩვენებს ახლა კარტი, გეტყვით, რომ იმპერატრიცათი ამ მოლოდინის ასე იგი, რასაც ელოდებით, ვიღაცისგან მხარდაჭერა იქნება, ფინანსური მხარდაჭერა იქნება, ბანკისგან დახმარება იქნება, ვთქვათ, რაღაცა დამტკიცება სესხის გჭირდებოდათ, კონკრეტულად რაც გჭირდებოდათ ფინანსური მხრივ ამ ყველაფერს დალოდების რეჟიმში და მოლოდინის რეჟიმში ხართ, მიიღებთ ამ ყველაფერს, იმიტომ რომ 6-იან პენტაკლით ყოველთვის არის ეს ის კარტია, რაც გვიჩვენებს, რომ საჭირო დროს, საჭირო მომენტში იმ ფინანსს, იმ დახმარებას, იმ მეგობრულ ხელს ბანკის სახით თუნდაც რაც გჭირდებათ და რასაც ელოდებით ახლა მოლოდინის რეჟიმში დაგიმტკიცებენ, თუ ბანკია ადამიანს იპოვით დახმარების ხელის გამწოდეს, ვალათაც რომ მოგცემს ზოგჯერ რომ საჩუქარივით არის ღვთისგან მოცემული, აი ესეთი ხელი გექნებათ სამყაროსგან მოვლენილი დახმარების ნებისმიერი სახით აღარ ჩამოთვლი მოკლედ. უნდა მიმართოთ თქვენი ყურადღება აი ამისკენ, რომ ეს იმპერატრიცული თქვენი თავის მოვლის საშუალებები იქნება, გამოჯამრთელების საშუალებები იქნება, თუ ვინმეს რაიმე გაწუხებდათ მაგალითად, ნებისმიერი ფინანსური მხარდაჭერის მომენტი იქნება, რაც გჭირდებოდათ და
რასაც მოლოდინის რეჟიმში ხართ და ნერვიულობთ ახლა დამსახურებულად სამყაროსგან მაღალი ძალებისგან ამ ყველაფერს მიიღებთ მე-11 მაღალი არკანით. მე-11 მაღალი არკანი იუსტიცია გუჩვენებს, რომ შესაძლებელია თქვენი ჰოროსკოპი წარმოადგენდეს სასწორის ნიშანს, იმიტომ რომ სასწორების კარტია იუსტიცია, როგორც წესი, ძალიან დიპლომატიური მიდგომით და თქვენი მიდგომა, რომელიც არის სასწორი აუცილებელი არ არის, რომ ბრძანდებოდეთ, მაგრამ მაინც გეტყვით. შესაძლებელია არის სასწორის ნიშანი. ამის გაშლის მაყურებელი ძალიან ისეთი გაწონასწორებული და მყარი პიროვნება ბრძანდებით. კანონიერი პიროვნება, უსამართლოდ არავის არაფერს არ გაუკეთებთ, არ წაართმევთ, ჯიბეში არ ჩაიდებთ სხვისას, პირიქით სამართლიანად ვიღაცის მხარეს დაიჭერთ და ამისთვის სწორედ მაღალი ძალები არიან თქვენ მხარეს, ყოველთვის ნათელ მხარეს რაღაცნაირად გვერდით უდგეხართ, კეთილად უდგეხართ, დიპლომატიურად ცდილობთ კონფლიქტების გარეშე გადააგოროთ რაღაცა კონფლიქტური სიტუაციები და დავის მომენტში ყოველთვის ასე ვთქვათ სამართლიან ადამიანად აღიქონს სამყარო, სწორედ ამიტომ ესე იგი სამართლიანად რისი ღირსიც ხართ, მოკლედ აი ამ დახმარებას სამყაროსგან მიიღებთ კარმულად, ეს ძალიან კარგი კარტია. ყველა შემთხვევაში, რასაც ელოდებით იმ მოლოდინის რეჟიმში დადებითად გადაწყდება თქვენი მხრივ. თქვენ ცხოვრებაში მოდის თასის პრინციპი მიჩვენებენ, რომელიც არის ოჯახის არ ვიცი, ან თქვენი ოჯახის წევრი შესაძლებელია რაღაც ნაწილისთვის იყოს არა მხოლოდ საყვარელი ადამიანი როგორც პარტნიორი, არამედ ასე მომდის ინფორმაცია და ამასაც გავაშხერებთ, ბევრი უყურებთ ამ გაშლას. თქვენი ოჯახის წევრი, კონკრეტულად ძმა შეიძლება, გაშლა არის ორივე სქესისთვის, შეიძლება ძმა იყოს, შეიძლება და, მაგრამ უმეტესად მამრობითი სქესის საშუალო მაქსიმუმ 40 წლამდე მამაკაცი, რომელიც არის შესაძლებელია ოჯახთან ერთად სხვა ტერიტორიაზე ცხოვრობს, ემიგრაციაშია, რაღაცა ოჯახის სხვა სახლში ცხოვრობს უბრალოდ თავის ოჯახთან ერთად, რაღაცა სტაბილურობის და ოჯახური სიმყარის რეჟიმი აქვს ამ ადამიანს. ესეთი ადამიანი მოდის თქვენთან, ძალიან სასიხარულო ინფორმაცია, შეიძლება გითხრათ, რომ შვილს ელოდება. ეს ერთი მომენტი რაღაცა ნაწილისთვის, მეორე ნაწილისთვის იქნება ადამიანი არაძმა, უკვე პარტნიორი ემოციური ფონით, შეიძლება წყლის ტიკიას წარმოადგენდეს, ეს არის თევზები, კიბორჩხალა და მორიელის ნიშანი შეიძლება იყოს, მაგრამ ყოველთვის რასაკვირველია არა საერთო გაშლაში, შეიძლება უბრალოდ ძალიან ემოციური, ემპათიური, თბილი, მოსიყვარული, ასე თასით თეთრ რაშზე ამხედრებული პრინცი სწორედ მოდის თქვენთან, ოჯახის შექმნის სტაბილური სიმყარის საჩვენებლად და გადასასვლელად ისე სამყაროსგან გაქვთ იმის მინიშნება, რომ ეს ის ადამიანია, ვისთანაც პერსპექტივაში გაქვთ ძალიან კარგი მყარი სტაბილური ოჯახური ურთიერთობა, თავისი შინაური ცხოველებითაც კი, სადაც კარგი სიმყარე ექნება და ესეთი სტაბილური ოჯახური ურთიერთობა ექნება, სადაც მომავალი შვილი, როგორც მინიმუმ ერთი შესაძლებელია დიდი ალბათობით გოგონაც კი სქესაც გეტყვით გოგონაც შეგეძინოთ, მაგრამ ყოველთვის რასაკვირველია არა. ძალიან დიდი ალბათობით შეიძლება რაღაცა მსხვერპლის როლში ეხლა გრძნობთ თქვენ თავს ემოციურად საყვარელ ადამიანთან მიმართებაში ან ფინანსებთან მიმართებაში. ორიენტაცია ხშირად არის საყვარელი ადამიანი, ასევე არის საყვარელი საქმე, ის ასე ვთქვათ, ვენერა აქაურ ცხოვრებაში, ვენერა შეიძლება იყოს საყვარელი ადამიანი, პარტნიორი, როგორც ასეთი საწინააღმდეგო სქესის, ასევე შეიძლება იყოს საყვარელი შენი საქმე, რომელიც ფინანსურ წარმატების მომტანია, ეს არის 9 პენტაკლი, რომელიც არის 64-ის ბაღი, ფინანსური წარმატება, ყველაფერი საუკეთესო, სადაც თქვენ უნდა შეაბიჯოთ და ეს კარი გაგიღებათ და აქეთკენ უნდა მიმართოთ თქვენი ენერგეტიკა და თქვენი ძალა, აი ესე მსხვერპლის როლში შესაძლებელია რაღაც პერიოდი ხართ გაუნձრებლად ვერ მოქმედებთ ამ მიმართულებით, კიდევ ვიმეორებ, ზოგისთვის საყვარელი ადამიანის მხრივ, ზოგისთვის ფინანსების მხრივ, მაგრამ ფანტაზიების უნარი, რომელიც ეხლა ბევრი გაქვთ და ბევრს ფანტაზიორობთ, კი არ უნდა ჩაგკეტოთ ამ ყველაფერმა, არამედ თქვენი ემოციური თასი უნდა მიმართოთ სწორედ ამ მსხვერპლიდან თქვენი თავის ჩამოსახსნელად და სამოძრაოდ წინ თქვენი 64-ის ბაღისკენ მიიღეთ.